უსაფუძვლო და უარგუმენტო ბრალდებებს საქართველოს მიმართ ობიექტური შეფასებები და დასკვნები აბათილებს. ასეთია მმართველი გუნდის შეფასება საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაზე, რომლის თანახმადაც კანონის უზენაესობის კუთხით უმაღლესი შეფასება ევროკავშირის წევრობის 10 კანდიდატ ქვეყანას შორის მხოლოდ საქართველომ და მონტენეგრომ დაიმსახურა. მეგინ არსავიძეა პოლიტიკური შეფასებებით პირდაპირ ეთერში. ანგარიში და საქართველოს წინსვლის აღიარება მმართველი გუნდისთვის ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ქვეყანამ უნდა განაგრძოს საკუთარი ინტერესებისთვის მუშაობა და ჩვენი ქვეყნის წინ გადადგმული ნაბიჯები და პროგრესი ყოველთვის იქნება აღიარებული ობიექტური შემფასებლის მიერ და ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. რაც შეეხება ოპოზიციას, საქართველოს პროგრესთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად ნაციონალურ მოძრაობაში არის საუბრეს კანონის უზენაესობაზე, მათ გადაწყვიტეს ისევ ელაპარაკათ საქართველოს უკუსვლაზე და ისიც კი მოვისმინეთ ნაციონალური მოძრაობის წევრისგან, რომ უკრაინას უფრო უკეთესი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა აქვს ვიდრე საქართველოს. ვინახავს მათ შორის სტატისტიკური მონაცემებით, როგორ ასთენილია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისგან და უსაფრთხოების პოლიტიკისგან საქართველოს მიერ წარმოებული პოლიტიკა, განსხვავებით მოლდოვასგან და უკრაინისგან. ქართველებმა ჩვენი პოლიტიკა უნდა განვახორციელოთ მშვიდად. ერთი რამე უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ეროვნულ ინტერესებს არც ერთი ქვეყანა დედამიწის ზურგზე არ დაიცავს, ჩვენ თუ არ დავიცავით. ჩვენ მთავარია ჩვენი სახელმწიფო ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც ჩვენ გვინდა რომ იყოს და არა ისეთი, როგორც უნდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. საბოლოო ჯამში ჩვენი სიმართლე თავის თავს გაიტანს. ყოველთვის ასე იყო, ყველაფერში აბსოლუტურად, ისე როგორც ინსტიტუციონალურ მშენებლობაში. აჩვენებს იმ ფარისეულობას, რომელსაც ჩვენ ხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქის მხრიდან, რომელიც თავს ესხმის საქართველოს, საუბრობს მედიის თავისუფლებას საქართველოში და ჯილდო გადასცეს რამდენიმე დღის წინ მაია სანდუს, რომელიც ტელევიზიებით დახურა. საუბრობს საქართველოში პარტიების თავისუფლებაზე და გვინატყავთ გამოცხადებული უკრაინის და მოლდოვის ხელისუფლება, რომელიც პარტიები დახურეს სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე მათ შორის. ასე რომ აი ეს არის სამწუხარო რეალობა. ევროპული კავშირში ევროპა მხოლოდ დასახელებაში რჩება სამწუხაროდ და უფრო მეტად კავშირია და ემგზავრება უფრო მეტად და მეტად საბჭოთა კავშირს. როდესაც ფაქტებზე დამყარებული შეფასებები კეთდება საქართველოსთან მიმართებაში, საქართველო ყოველთვის ლიდერობს. რეალისტური და ფაქტებზე დაფუძნებული რეფორმების შედეგები ყოველთვის დადებითად არის ხომ მიასახული. ამის პარალელურად, როდესაც ინდიკატორად ერთვება პოლიტიკური შეფასება, ყოველთვის განსჯის საკითხია ხოლმე და საქართველო ყოველთვის კრიტიკის სამიზნეა. დღევანდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობით საქართველო ინტერესის საგანს წარმოადგენს იმ დაკავშირებადობის კუთხით, იმ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე და ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც ბრიუსელში, ასევე სხვა დედაქალაქებში საქართველო იყოს მათი დაქვემდებარების ქვეშ, საქართველო იყოს მართული და მათ ინტერესებზე მორგებული. ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობის მიმართულებით უმაღლესი შეფასება აქვს მხოლოდ მონტენეგროს და საქართველოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის მაჩვენებლებთან 10 კანდიდატი ქვეყნიდან მხოლოდ ეს ორი ქვეყანა არის ყველაზე მეტად შესაბამისობაში.